ამ ვიდეოში ჩვენ საუბრობდით იმაზე, რომ სემი წავიდა სიბრეონიდან და ხსნიდი მიზეზებს თუ რატომ მოხდა ყოველივე ეგ. მაგრამ მაგის მერე გავიდა ძალიან ბევრი დრო და აი ამ დროის განმავლობაში ძალიან ბევრი ახალი ცვლილებები დაემატა. პირველ რიგში ის ამბავი, რომ იუთუბერებს ადმინაბიუს ჩაატარებინებ და ეგ აღმოჩნდა სიმართლე და სტეიკმა ჩაატარა. პირველი იუთუბერი იყო, ვინც სიბრეონში ადმინაბიუს ჩაატარა და აი აგერ არის რა, პატარა ფოტოები რაც ვიპოვე. მაგრამ მეგობრებო, ეგ იყო ერთი კვირის წინ და სტეიკის ადმინაბიუსის განხილვა ვერ მოვასწარე რაღაც მიზეზების გამო, რის გამოც ბოდიში ხდით. ძალიან ბევრი საქმეები მაქვს მართლა, ვიდეოების გარეთ და რაღაცები, მაგრამ გუშინ წინ შაბათის ადმინაბიუსზე ჩაატარა ადმინაბიუსი და სტეიკის მაგივრად შაბათის ადმინაბიუსი არც ემი ჩაატარა, არც სტეიკმა. ჩაატარა კეილუსმა. მაგრამ მეგობრებო, სანამ დღეს იმას განვიხილავთ თუ რა გააკეთა ადმინაბიუსზე კეილუსმა და ბრუნდება თუ არა სემის სიბრეონში, მანამდე მეგობრებო, მინდა რაღაც გითხრათ და ალბათ უკვე ბევრი ხვდებით თუ რის თქმას ვაპირებ. მოგესალმებით მეგობრებოს, ყველას მე ვარ აზორებალი, ხოლო როგორც ამ ვიდეოდან გაიგეთ, დღეს ჩვენ უნდა განვიხილოთ შაბათის ადმინაბიუსი, რაც ჩატარდა გუშინ წინ და მაგ ადმინაბიუსიდან მეგობრებო, მაქვს ძალიან ბევრი საინტერესო სიახლეები, რაც დიდი ალბათობით ბევრმა არც იცით. ხო და მეგობრებო, სანამ ამ ვიდეოს დავიწყებთ და თვითონ აპდეიტის განხილვას, ჩემი თქმა იქნება, რომ ეს ვიდეო ყველამ დაალაიქოთ, ასევე გამოიწევოთ ჩემი არხი, რომ აღარ გამოგვშეს გავსი ტიპის საინტერესო ვიდეოები. ასევე თქმა იქნება, რომ გადახვიდეთ ჩემ Discord სერვერზე, რომლის ლინკიც იქნება აღწერაში და ძალიან ახლოს ვარ Discord-ზე ისე 300 მემბერამდე და თუ ყველა გადახვალთ, ამით თქვენმე დამეხმარებით ძალიან. თუ ერავედით 300-ზე, ძალიან ახლოს მაინც ვიქნებით, რომ ავიდეთ 300 მემბერამდე. იმედია ამას თქვენმე დამიმტკიცებთ, რადგანაც მართლა მთელი გული ჯერა რომ ეგრე მოხდება რა. და მართლა მჯერა რომ ესეთი ძლიერი community ყავს. ასევე მეგობრებო, აღწერაში განავარტოთ Discord-ი. არა მეგობრებო, აღწერაში ამ ვიდეოს იქნება ჩემი 2 წელი Roblox-ის თამაშების ლინკიც, რომელიც ისეთი მაგარი თამაშია, რომ ვაიმე, სხვაც ვეღარაფერს ვეღარ ითამაშებთ Roblox-ში, იმინა ფიზიკურად ისე მოგეწონებათ ჩემი თამაშები. აი ხო ხუმრობ, მაგრამ მაინც თხოვნა არის რომ ცადოთ. მოკლედ, მეტი აღარაფერი მაქვს სათქმელი და მოდი ახლა გადავიდეთ ამ ვიდეოს მთავარ თემაზე. დაბრუნდება თუ არა სემის სიბრეონში? ჩემი პასუხი არის მეგობრებო, ამასთან დაკავშირებით კი, მაგრამ მოდით ჯობია რომ ჯერ დავიწყოთ იმით თუ როგორ დაიწყო ეს ადმინაბიუსი ეგ ახსნათ. მოკლედ, ამ ადმინაბიუსს სემის მაგივრად ატარებდა კეილუსი, რაც იმას ნიშნავდა, რომ კეილუსი თავდა ივენთებს, სნეპებს, იღბალებს და ყველაფერს გავს. მაგრამ როგორც სტეიკის აბიუსზე, კეილუსაც ჰქონდა თავისი საკუთარი სნეპი, რომელსაც ახლა განახებთ. და ასევე მაგ სნეპის გარდა, როგორც სტეიკს, კეილუსაც ჰქონდა თავისი საკუთარი ივენთი და ვფიქრობ, ძალიან მაგარი ივენთი იყო და სტეიკის ივენთს ჯობდა. აი უყურეთ მეგობრებო ამას. Kill a snap with glasses trait. აი ნახეთ მეგობრებო, რა მაგარი ივენთი იყო. ნეტა ერთხელ ისეთი პოპულარული თუ გახდები, რომ სემი მის გამოკეთებინოს ადმინაბიუსი. ალბათ არ იქნება ეგრე, მაგრამ თუ გამოიწეთ ახ შეიძლება იყოს შანსი რომ იყოს ეგრე რა. ამიტომ თქონა ისო გამოიწევოთ ეს არხი. ასევე მეგობრებო, როგორც სტეიქს, კეილუსაც ჰქონდა თავისი კრაფტი ჩართული და კეილუსის საკუთარი ბრეინოტი დაემატა თამაში, რომელსაც აი ახლა განახებთ.
პირადად მე ვფიქრობ, რომ ძალიან მაგარი მოდელი არის და ძალიან მაგარი ბრეინოტი ჩანს ეს კეილუსინი აურანინი თუ რაც ხარო არის. ძალიან მომეწონა მე პირადად. და იმხელა აურა აქვს მაგ ბრეინოტს, რომ თვითონ სემი მოვიდა შუარინაბიუსზე, რომლის სკრინები სამწუხაროდ არ მაქვს, მაგრამ გაიკითხეთ ახლა ვინც არინაბიუსზე იყო, გეტყვით უეჭველი. მოვიდა სემი შუარინაბიუსზე და დაწერა რომ W კეილუსიო და რაღაცაო და მე ერთი რაღაც დაწერა. რაც არა მარტო დაბრუნებას ანიშნებს, არამედ მეგობრებო, გარდა დაბრუნებისა რაღაც დიდს ანიშნებს. ჩატში სემი დაწერა ასეთი რაღაც, რომ ერთ კვირაში აღარ გააკეთებს იუთუბერები ადმინაბიუსს და მიზეზი მაგ ყველაფრისა არის ის, რომ თითქმის ზაფხულის აპდეითი მორჩაო და გავბრუნდები მეო. მაგრამ ასევე სემიმ დაამატა ერთი ძალიან საინტერესო დეტალი. მან თქვა ასეთი რაღაც, რომ ერთ სტუმას მოიყვანა და ადმინაბიუსზე და კეილუსმა გაიღადავასავით იმაზე, რომ ის იქნება ვიზეს დატვიტეო. ხო და მეგობრებო, მაგასთან დაკავშირებით მე მაქვს მეგობრებო თქვენთან ძალიან საინტერესო თეორია. ბევრმა ქართულმა მეგობრებო დარწმუნებული ვარ არის ის, რადგანაც ერთი ქართული არ დამინახია ჯერ, რომელიც ამ თემაზე საუბრობს, მაგრამ სემი ტვიტერზე ერთხელ დაპოსტა აი ასეთი რაღაც. სადაც მოთაგა მეგობრებო დრეიკი, ვინც აიცით დრეიკი არის რეპერი, ხო და უთხრა ასეთი რაღაც, რომ მეო გავაკეთეო ბრუნო მასთანო ადმინაბიუსიო და 15 მილიონი მოთამაშე აიღო. რაშიც სემი მიიღო გინესის რეკორდი, როგორც ფოტოში ჩანს. მაგრამ მეგობრებო დრეიკმა მაგაზე არაფერი უპასუხა და გავიდა 2 თვე. ხო და ვფიქრობთ მეგობრებო შემდეგ კვირას ვიხილავთ დრეიკის ძალიან საინტერესო ადმინაბიუსს, მაგრამ ეხლა რაღაც მაინტერესებს. ეხლა ასაკეთებს სემი. ხო იძახის რომ აპდეითები მაქვს გასაკეთებელიო და 2 კვირა ადმინაბიუსები გადავდეო და რაღაცაო. ამას შეხედეთ. ბიჭო აპდეითი გაქვს? მაგრამ მეგობრებო მიუხედავად ამ ყველაფრისა, კეილუსმა წინა ადმინაბიუსზე დამიტოვა ძალიან ბევრი ლაქი ბლოკები და მითხრა ასეთი რაღაც, რომ გახსენი unboxing-ი გადაიღე და ანახე გამოწერებს კეილუსის აურაო. ხო და ნახოთ როგორი აურა აქვს კეილუს, მაღალი აურა აქვს თუ დაბალი და ნახოთ რას დავაგდებთ. თქვენ მალამდე ხედავ ვინც არ ლაიქებს და ლაიქება არ დაგავიწდეთ. თორემ მოვა მე ის გასწრებული გუიანა ტაკვებს შეგიჭამთ. მოკლედ ეხლა ნახეთ რა მაგრა პოზაში ვდგავარ. იასნია შუაში ვდგავარ ალტი ეკაუნტების. ხო და ეხლა განახებთ ჩემ ლაქი ბლოკებს. მეც ეს დავკეტო ბაზა. რა შევა? დაიკეტა. ერთი აქ მაქვს თავარ ბაზაში, თაქო ადევს. ეხლა განახებთ სხვა ლაქი ბლოკებსაც და მანამდე მეგობრებო თქვენ და კიდევ მაქვს ასეთი თხოვნა, რომ ძალიან ბევრი მთხოვთ ხოლმე პირადში, რომ private server-ს დაამატეთო. ვიდეოს თუ არ ვიღებ, ისე ვერ დაგამატეთ private server-ზე და მით უმეტეს ამინაბუსზე ვერ გიმატებთ ხოლმე. ხო და მეგობრებო თხოვნა მაქვს, რომ ნუ მწეთ მაგას, იმიტომ რომ ეხლა აგიხსნით რატომაც. ეხლა ერთი გამომწერე რომ დავიმატო private server-ზე. მერე მოთხოვს მეორე, მერე მესამე, მერე მეოთხე, მერე ვაფშე გახსნა მომიწევს private server-ის სულ. და ბევრი ხო შემოვა. აი ლაივებშიც ხანდახან შემოყავს ხოლმე გამოწერები private server-ზე. წერენ ჩატში გიჟივით რომ ამან ის მომპარა. ხო და ეგრო მოვიდო თავიდან მაგის გამო არ დაგამატეთ private server-ზე თუ ვიდეოს არ ვიღებ და მით უმეტეს admin-აბიუზზე, თორემ მე ძალიან ქაოსი იქნება და რა ვიცი ხალხო რა. იმედია ხვდებით და ყოველივე ეგრო მოვიდო თავიდან მაგის გამო არ დაგამატებთ და აგერ ადმინ-აბიუზზე მაგალითად 10 კაცი მთხოვდა რომ private server-ზე დავამატეო. ზუსტად 10 კაცი მთხოვდა. ხო და იმედია ეხლა მიხვდით თუ უმეტეს შემთხვევაში ატო არ გამატებთ ხოლმე private server-ზე და იმედია აღარ მომთხოვთ ხოლმე. წინასწარ დიდი მადლობა ვინც მაგას გაითვალისწინებს. ხო და ეხლა განახებთ ჩემს lucky block-ებს და რა გამახსენდა admin-აბიუზზე ბიჭო პირველად დავაგდე მარიაჩი. ანუ ყავს ბაზაში მეორე მარიაჩი, მაგრამ მე გამომწერმა მაჩუქა. ხო და პირველად რომ დავაგდე ძალიან შოქში ვიყავი. ტრაით ფარმინგი მინდოდა მაგ მარიაჩის, მაგრამ ინტერნეტი ისე მიჭედავდა რომ ერთი ტრაიტი ზუსტ გავატყი, რომელიც იყო კეილუსის ტრაიტი და ძალიან საინტერესო ტრაიტია ისე. მაგარია სათვალები რო უკეთია ბრეინოტებს, მართლა ალამაზებს და ვფიქრობ დავიტოვებ მაგას. მაგრამ გამიჭყლა ის რომ ინტერნეტი ძალიან მიჭედავდა და ადმინ-აბიუსი როგორც კი მორჩა მეგობრებო მერე გამოსვასდა ინტერნეტი თუ მთელი ადმინ-აბიუსი ძლივს დავდიოდი. რამდენი დავდიოდი ინტერნეტის ჭედვის გამო მარეცეთებდა Roblox-ი და არ ვიცი ხახო ნერვები მქონა აშლილი.
ნუ აგერ თან ნახეთ ჩემი ლაკი ბლოკები და მოდი პირველს ვაფშე ჩემ ბაზარში გავხსნით თუნდაც ზედმეტი არის ხა ეს ლაკი ბლოკი და ადგილს მისვებს ვაფშე ძვლის მაგისედაც ადგილი ტყუილა მიდევს აქ და რა თქმა უნდა ალესიო დავაგდეთ მაგრამ დღეს მაგ ძალიან დიდი იმედი რადგანაც კეიუს დიდი აურა აქვს და ვფიქრობ რაღაც მაგარს დავაგდებთ აი ამ unboxing-ში ოკეი მეგობრებო მოდი მოძებნოთ იმნაირი ლაკი ბლოკები რომლებსაც სტრეიტი არ ადევთ და მუტაციას არ ადევთ უი აგერ ყოფილა მოვიყვანთ ახლა ჩემ აკაუნტს და მიახსნის ყოველივე ამ ლაკი ბლოკს გლიჩტრეიტს ახსნით ოღონდ გლიჩტრეიტს მერე გავხსნით დავაი გაიხსნა და ნახოთ რას დავაგდებთ ნაგავი გადავედით მეორე ლაკი ბლოკზე ნახოთ მეორე ლაკი ბლოკი რას შემოგთავაზებს წესით მაგარი შემოთავაზება უნდა გქონდეს მიახსნა აგერ და ვაფშე ნაგავი აი ნაგვის ფასიც არ არის ეს ის რაღაც დავაგდეთ წაშალის ახლა და მერე მივახსნით ლოს თაკო ლაკი ბლოკს აუ ის ახლა ლოს ბოიტო დავაგდოთ ძალიან დაასწორებს იმიტომ რომ ბევრს ლოს ბოიტო ჭირდება და შენახული მექნება რა რაღაცებს დავხრატო მაინც და ისევ ნაგავი აი აქ რეები მაქვს მოიცა ხო 1 gold admin lucky block-ი მაქვს აქ გადავედით უკვე მუტაციებზე და მერე ეს არის ბოლო უტრეიტო lucky block-ი და მერე ეცტრეიტიანებზე გადავალ და ძალიან ბევრი მაქვს ისე ეცტრეიტიანი lucky block-ები მოიცა ავიდეთ და ნელა გავხსნათ არ გვინდა ტყუილა ვჩქარობთ მივახსნათ და ისე არ ვიცი მეგობრებო მოგილოსეთ თუ არა მაგრამ გილოსოთ მეგობრებო სკოლის დამთავრებას აი გისურვებთ ყოველივე კარგს ხორებაში ასევე გისურვებთ მაგარ დადეგებს და იმედია მეც მაგარი დადეგები მექნება რადგანაც საუთვიანი დასვენება ბიჭო საუთში ბიჭო ვაიმე არ დადეგებზე საუბრობდი და კვესტადილა დავაგდე ბიჭო ეილუს შენ გენაცვალი რა სემი ნახეთ ბიჭო რა მალე დავაგდე ნუ კი დებილობა არის მაგრამ შევინახავ მაინც ამას რომ მივაფიუზო ბიჭო აი ისო დავაფიუზო ხალხო აქვა დრაგონი არ ამგონია მაგრამ რაღაც კოკონაციო გამოვიდა შეიძლება მაგის დაგდების შანსი გქონდეს აბა გადავედით მეორე აკაუნტის ბაზაზე და ეცტრეიტიანები მაქვს აქაც გადავედით ეცტრეიტიანებზე და რას ვიზახდი ისე მე ვფიქრობ სამ თვეში ძალიან მაგარ ადმინარიუსებს შემოგთავაზებთ ჩემს საკუთარ თამაშში რომლის ლინკის იქნება აღწერაში მანამდე აგეთ ფოლებში შევხედოთ ამ lucky blocks lucky block რამე წესიერი თვალებში გიყურებ რამე წესიერი და გარდა ადმინარიუსებისა მეგობრებო რაც თქვენთვის ყველაზე მთავარია ვიდეოები ბიჭო სამ თვეში რამდენი ვიდეოებს გადავიღებ 100-ზე არ ახათ შეიძლება კვირაში 3 ვიდეო შემოგთავაზოთ ან ვინიცი შეიძლება 4 მოკლედ ვფიქრობ ასეთი სიტუაცია იქნება რომ ჯერ ამას შევხედავთ თვალებში პირველ რიგში ეგ ჰიპიდარას კაი family friendly მე რაც მოხდება არის ის რომ ერთ კვირაში შეიძლება 2 ვიდეო დავდო მეორე კვირაში 3 მესამეში ისევ 2 და მეოთხეში შეიძლება 4 ვიდეო და რაღაცები ასეთ რანდომ რაღაცები შემოგთავაზებთ და ვფიქრობ საინტერესო იქნება რა მანამდე აბა მივახსნათ და ვნახოთ რას დავაგდებთ 2 ტყუპი რომლებიც ახლა წაიშლება ხო და რა ვიცი მეგობრებო მე ვფიქრობ რომ წინ მაგარი ზაფხული გველის პირადად მეც მაგარი ზაფხული მელის ჩემი აზრით რადგანაც ამ ზაფხულს მაგრა ვარჯიშობ აი ხოძე უნდა ვიყო გიჟივით ვარჯიშებ ნუ წინა ზაფხულსაც ვარჯიშობდი მაგრამ აქ ვაფშე გიჟივით ვარჯიშებ დობლებს განმოყრი ისე ვარჯიშებ რა დაიცა შევა გვინერო დავაგდეთ მაგრამ მე პრინციპში არ მჭირდება რა ვქნათ მეგობრებო მე მგონი იდეა მაქვს მოდი ახლა ამ გვინეროს წავიღებ აი ბევრს მაგალითად რიტუალებისთვის ჭირდება მაგრამ მე არ მჭირდება პირადად წავიღებ ამ გვინეროს და ვინმე თუ იქნება შემოსული ჩემი გამოწერები გაუგზავნი ამას და ნახოთ ვინ აიღებს რა არის ბიჭო მარტო ერთი გამოცერი არის ჩემი შემოსული და ალტი აკაუნტები არის კიდევ ზევით კაი გოჩიკო 76447 გიგზავნი ტრეიდს და იმედია დაეთანხმები აი ხა აეთანხმება ნუ ეთანხმება აუგები და წავშლი მაშინ ათვინდა ეს აუ რატო ჭედავს აი წავშალოთ და გავაგზავნოთ unboxing-ი და რას ვიზახდი კიდევ უი ხო ვინც აქამდე მოხვედით
კომენტარებში დამიწერეთ თუ თქვენაც გეგმავთ ზაფხულის არდაგებისთვის, აი რა გეგმები გაქვთ, რა საპირებთ, რა რუტინები და რაღაცები გაქვთ. დამაინტერესებს მაგთა წავიკითხავ თუ თქვენაც გეგმავთ და რა ვიცი, ნახოთ. ამით ასევე მივხვდები იმას თუ რამდენი უყურებს ჩემს ვიდეოს ბოლომდე რადგანაც აშკარა არის რომ ვიდეოს დასაწყისში არ მithkoms ის რომ დაწერეთ კომენტარებში რა არის თქვენი ზაფხულის გეგმა და რაღაცეები. მარტო ამ მომენტში ვიძახი ხო და ვნახავთ რა ვინ უყურებს აქამდე ვიდეოს. ძალიან საინტერესო იქნება ჩემი აზრით და პატარა ექსპერიმენტი იქნება რა ეს. დავაი მანამდე მივახსნათ ეს ლაკი ბლოკები. ბურიტო ხალხო, ძალიან გამიხარდა რადგანაც წინა ადმინაბიუზე, კეილუსის ადმინაბიუზე, ანუ იყო კრაფტი და საჭირო იყო ბურიტო. ეხლა აღარ არის ეკრაფტი, მაგრამ შევინახავ ძალიან ბევრ კრაფტს ჭირდება ისე ეს ბურიტო და შევინახავ რა. W ბურიტო მეგობრებო, ამას ნახდარ არ დავაფიუზებ რადგანაც ჯერა ის რომ მომავალში იქნება მომენტები, სადაც ძალიან დაგჭირდება ეს ბურიტო კრაფტისთვის რა. ხო და გადავინახავ მაგ მომავლისთვის და ასევე მეგობრებო, რაღაც ხევ ეხლა გამიმართლა და რაღაც ხევ არა. ეს რომ ადმინაბიუზე დამეგდო, ბიჭო, დავკრაფტავდი მაგ კეილუს, ანუ დასაკრაფტად მაკლდა ნუკლეარო და ეს ბურიტო რა, სამწუხაროდ. მაგრამ პაგი მყავდა. კაი, ერთ ტრეტიანები დავშა რამე, გადავამოწმოთ. არა, ორ ტრეტიანი დავშა სულ. აბა აქ გადავიდეთ. სიკრეტი რომელსაც ბოლოს გავხსნი და აქაც სულ ტრეტიანი. კაი მეგობრებო, ერთი სილაკი ბლოკი გვაქვს, რომელსაც კეილუსის ტრეტიანებს და მაგისთვის ძალიან მაგარი იდეა მაქვს და იმედია გავამართლებს ეგ იდეა. მაგრამ მოდით სანამ მაგ იდეას გავამართლებთ, პარემ ეხლა დაგვრჩა ცოტა ლაკი ბლოკი alt account-ზე და ერთ alt account-ზე მოვილიოთ ეს ლაკი ბლოკები და მე მეორეზეც მოვილებთ და მე გადავალთ სიკრეტებზე. აი რატომაც არა მეგობრებო ეხლა. აუ ასევე მეგობრებო რა გამახსენდა, როგორც იცით ყოველ კვირა მაქვს ხოლმე ლაივი, მაგრამ წინა კვირას არ ჩამიტარებია ლაივი, ანუ გუშინ, რისთვისაც დიდ ბოდიშს გიხდით. ყოველივე ეს მოხდა იმის გამო რომ ძალიან ცუდი ინტერნეტი მქონდა და შემდეგ კვირას თუ ცუდი ინტერნეტი ისევ არ მქონდა შემდეგ კვირას ჩავატარებ ეგრევე ლაივს რა. არ ვიცი რას, მაგრამ იდეას მოვიფიქრებ მე. შეიძლება unboxing-ი ლაივში გადავიღო, არ ვიცი, ორჯერ გავაკეთებ უკვე ეგრე. და შეიძლება ერთი ისეთი მაგარი რაღაც შემოგთავაზოთ, რომ ჯერ მაგას ვერ დაგასპოილერეთ, მაგრამ ფიქრობ მოგეწონებათ ახალი იდეა რადგანაც მოძველდა უკვე ეს unboxing-ები და გათამაშებები ლაივში რა. არ მინდა რომ ეგ სურპრიზი გავაფუჭო, მაგრამ როცა გადავწყვეტ რომ გავაკეთო ეგ და მომეწონება ეგ იდეა, ანუ სწორდოს უშევარჩევ, მიხვდებით და ასე ვფიქრობ რომ ძალიან მოგეწონებათ ეგ ლაივი რა. ოკეი, მე მგონი ორ ტრეტიანები მოვილიეთ? არა, მეორე account-ზე მაქვს. ხო მაქვს? კი, ზამდენი მაქვს თანზმა. მოკლედ პირველ სათვზე ბლომად მივახსნი და კიდევ ვაგდე მაგარი რაღაცები, მაგრამ მესამე მაგარი რაღაც დავაგდო, აი არ მაწყენდა რა. კეილუს ხო დიდი აურა აქვს და მაგარი რაღაცები დამიგდო. წესით უნდა დამიგდოს კიდევ რა. თუ არ დამიგდო არა უშოს, მაგრამ მაინც. ასევე ვფიქრობ, უბრალოდ ნუბი რაღაც ხრივ მართალი არის. სემი ცოტა ხანი კიდევ უნდა დაისვენოს, რადგანაც კეილუსის ადმინაბიუსის ლაკი ბლოკებიდან უფრო მაგარი რაღაცები დავაგდე, ვიდრე სემის ყველა ლაკი ბლოკებიდან ვაფშე ას გავხსენი. ხო მაგასე ძალიან ბევრი unboxing გადაღებული, ადრე ადმინაბიუსებსაც ვიღებდი და აბიუსებზე ვხსნიდი ხოლმე ამ ლაკი ბლოკებს, მაგრამ დღეს ორი რაღაც დავაგდეთ, გამოსაყენებელი რაღაცები არ დავაგდეთ, მაგრამ craft-ისთვის და fuse-ისთვის გამოსაყენებელი კიდევ ვაგდეთ რა. რაც საკმარისი არის ჩემთვის, მაგრამ სასწაული ის არის, რომ ერთ unboxing-ში ორი მაგნაირი რაღაც დავაგდეთ რა. 10-ზე მეტი unboxing-ი მიდოს მეგობრებო. აი მიდით აბა და იპოვეთ იმნარი unboxing-ი, სადაც ორი რაღაცა მაგარი დავაგდეთ რა. მაქსიმუმ აი ყველაზე მაქსიმუმ ერთი მაგარი რაღაც დავაგდეთ, მეტი არაფერი. და ეხლა არ მგონია რომ მესამე რაღაც დავაგდოთ, მაგრამ ხო გავასწორებ და ეხლა მესამე რაღაცას დავაგდოთ. დამება ენა დავაგდოთ. კაი, შემთხვევით გადავაგდეთ ჩემი ხმლით ეს alt account-ი. წაგვიშის ეხლა ნაგავს. მაგარ რაღაცასთან ნაგავი რატომ იდეოს გვერდზე? მაგარ რაღაცასთან კი არა და brain-თან. არ ვიცი, მაგრამ კიდევ დავშაბლომად
lucky block-ები და დაჟე მეორე მესამე სათულზეც გვაქვს რა. ეხლა ამას გასნის მაგიდა შევგვიდებ და ვნახოთ რას დაგვიდებს. აბა ვნახოთ რაც შემოგთავაზებს Steel Brainot ქურდი. მაგიდა! კინაღამ გული გამიჩერდა ბიჭო. უცებ ისიანელ და იმასთან. ახალი საუკეთესო ლოსტაკურაკი ბლოკის ბრეინოტი რო არის, ლოს ამიგო თუ რაღაცა რო არის, მაგასთან ბიჭო, მეთქი ხა მონიტორს დავლეწავ თქო. მაგრამ არა, გადამიჩა მონიტორი. მაგრამ ნეტ არ გადაჩენილი იყო ბიჭო, მაგარ რაღაცას დავაგდებდით. აი პირველად არის ეს სიტუაცია, რომ ლაკი ბლოკის ბრეინოტებს გარამაში ცვლიან ხალხო, გარამაში. აი იმ ბრეინოტზე მაქვს საუბარი, რაზეც წეგამ ლაპარაკობდი, ისიანელი და თქო რა. ხვდებით როგორი იშვიათია მაგ ლაკი ბლოკებში ეგეთი ბრეინოტები? კაი, ბოლო ამ სათულის ლაკი ბლოკია, რომელსაც არ უყურებთ და ვნახოთ რას შემოგთავაზებს. გთხოვ რაღაც მაგარი. გიხვეწები ქეილუს გემუდა. ხადო ბიჭო! მესამე? ეს რა გიჟობა unboxing-ი ვაქვს ხახო? ერთ unboxing-ში სამი რაღაც მაგარი დავაგდეთ. პირველად ხდება ბიჭო ასე მართლა. სემი შენ ჯობია კეილუსი გახადო ახალი სიბრენოტის ონერი, ამას შეხედეთ ბიჭო. ამას შეხედეთ. ლოს ქვესადილა, მერე ბეის ქვესადილა, ბაბულგამის ტრეიტით და ისიც იმას აქვია, ბურიტო ბანდიტო ხო? ამას შეხედეთ ბიჭო. კეილუს თუ მისმენ მესამე რაღაცას და არა, მეოთხე რაღაცას დამიგდე. კაი ღადაობ ეხა უკმაყოფილო კი არ ვარ. მაგარი unboxing-ი იყო, მაგრამ ეხა გავასწორებ და ბიჭო ვაფშე მეოთხე რაღაცას უნდა ეგდო. ეხა ვაფშე არ მგონია მეოთხე რაღაცა დააგდოს, მაგრამ გავასწორებ და ეხა წამოვიდგინო მართლა. წარმოვიდგენ და აუ რა გამახსენდა კიდევ. დაიცა ანტი ამოვიდეს ჯერ ის გავხსნათ და აი ამაზე რას ვიძახდი ამ ლაკი ბლოკზე მიხვდებით ეხლა ბავშვი თავიდან. ჯერ მეგობრებო გაიხსნება ეს თაქო ლაკი ბლოკი და მერე განახეთ რაღაც საინტერესოს. მივახსნათ შემსევაზე ვინ შემოვიდა? დაიცა. ძმა ვინ არის? რა გინდა შემსევაზე? არ ვიცი, შეიძლება გამოწერი იყოს, მაგრამ როგორ შემოვიდა ეგაა საკითხი. დაგეტილი მაქვს სერვერი და როგორ შემოხვედი? არ ვიცი, მაგრამ ის ვიცი რომ ეხლა მაგის გამო არ დავისყებ რაღაცეებს, სერვეტებს. გამოწერი არის ეხლა და ხო არ გავაგდებ სერვერიდან. იყოს დამესწროს, მე დავკეტავ, მე ვეღარ შემოვა. ასევე მოდი გადავხედავ სხვა ლაკი ბლოკებს. აქ არაფერი, მოდი დავკეტავთ ბაზა და ეხლა მოემზადოთ იმ ლაკი ბლოკისთვის, რაზეც წერან გეუნებოდით და თქვენს გამზადებდით. ეხლა უყურეთ. მოკლედ, კატალოგში მაქვს ერთი ძალიან საინტერესო სათვალე, რომელიც კაიხანი არ გამიკეთებია. ნუ კაიხანი არა, სამი თვე გავა ალბათ. გავიკეთებ ეხლა. მიხდება. ეხლა ავდგებით და დავრესეტდებით. reset. გავშტებით ეხლა და ვნახავთ თუ როგორ მიხდება ეს სათვალე. Oh shit, რა სექსუალური ვარ შეხედეთ. კაი. ეხლა ატომას გავიკეთე მიხვდებით ალბათ. ეხლა ავალთ ბაზის მესამე სართულზე. აუ, რა დებია. რა შვება ეს ინტერნეტი ზმა. ავიდე. ჩამაგდო. და ამას შეხედეთ მეგობრებო. მეც სათვალე მაქვს და ამ ლაკი ბლოკსაც. მიხვდით ეხლა? მიხვდით აუ რას? ეხლა გამოჟღავდება რაზორებალის უმაღლესი აურა. იმხელა აურა მაქვს რომ Steel Brainot-ის სერვერები ილეწება შევდივარ. იმიტომ რომ Twitch სერვერსაც ეშინია, ჩემი ხვდები. აუ რა მინდოდა მეგობრებო, რატო ვლატაობდი ნახე რა დავაგდე. საშელესდე მიუხედავად იმისა, რომ ამ ვიდეოს დასყიში გქონდა ძალიან ბევრი ლაკი ბლოკები, ეხლა გვითავდება და ძალიან ცოტა ლაკი ბლოკები დაგვრჩა, მაგრამ ძალიან ძლიერი ლაკი ბლოკები დაგვრჩა ასევე მუტაცია და ერთი ისეთი ლაკი ბლოკი მაქვს, რომელსაც საიბერიც ადევს და ტრეიტიც და ვნახოთ რა შემოგთავაზებს ეგორი ლაკი ბლოკი და მოდი ჯერ ინინგით დავიწყოთ. მე ორი სიქრეთიც გვაქვს გასახსნელი. შევფრინდით დავაი და ვნახოთ რას დავაგდებთ. რას გავს ამის დედა? კაი, არაფერი. Family friendly ხალხო. Family friendly. გადავედით ბოლო ორ
basic lucky block-ებზე და მე გადავდივართ secret-ებზე და მაგის დავასრულებთ ვიდეოს. ორივე არის cyber lucky block-ი. ერთ straight-ები არ ადევს და მეორეს taco straight-ი. taco რა, krabis straight-ი ადევს რა. ნახოთ ესას დავიდებს. ნაგავი, მეც წაიშლება. დავაი წაიშალე. თუ წაიშა, არა, გაჭედა. გამწერი, იქით შოქში არის, ისეთი მაგარი რაღაც დავაგდეთ. გარამა დავაგდეთ ვაფშე, lucky block-იდან გარამა დავაგდეთ და ვაა, ხო წერს. თუ კაი რამე არ დააგდო, სემის არა, ბიჭო, ეს ანაირი ყვილია. აი, წინა ვიდეოში შევიყურე, ეს უნდა ვიყურო ახლა, უკეთესი იყო ეგ. აი, მოკლე და ვაფშე ხმამაღალი, აი, პატარა ყვილი, არა, პატარა, მოკლე ყვილი და ძალიან ხმამაღალი იყო. ეხლა მომიზადეთ. ეგრე არ ჯობია. ეხლა გახსენს ჩემი ანტი-აკაუნთი ამ lucky blocks და ჩვენ შევვარდებით ასე. Wait. გაუჭედა ანტი-აკაუნთს და მეგონი გამომწესაც. Wait. გაიხსნა ეგ არის შევვარდით. გიო მიდი შენს. სემი. გიო რო წერან დააგინა. შეგეწერა მწარედ. აი ძალიან მწარედ შეგეწერა სემი. წარით და ბასრად რა, ძალიან ცუდი არის ეგ რა უნდა შეგეწერა ბრეინოტების გამო. ნახე რა. მაგრამ ეხლა გადავედით secret-ზე და ვნახოთ secret-ზე გავგიტრაკებს თუ არა სემი. არ დავინახო, გამიტრაკოთ რომ შენ დაგერხევა. კაი. დამელოდეთ ეხლა მეგობრებო რაღაცა უნდა გადავამოწმო. ლაშევად. აქ არაფერი, აბა იქით. აქ არაფერი. დებილიანტი დგას. და მართლაც რომ ორი secret lucky block-ი დაგვშა. აბა ნახოთ ეს ორი secret lucky block-ი რას შემოგთავაზებს. წესით რაღაც მაგარი უნდა შემოგთავაზოს ახლა. დავაი მიხსენი და ხმლით შევვალები დიდი ალბათობით ან ამის ვიზამ. გახსენი! ვოხ, ბიჭო მართლა გახსნა. დაგვერხა! გამიგეც. მაშინია. lucky block-ის მაშინია. არა! მოსანელნელა წყნარად ვნახავ რა დავაგდე. წყნარ ვნახო იმედი არამედ ცუდი არ იქნება და არ შემეშინდება. აი, გთხო. ჩავიჯვო. რა წესილი. თორე ჩავიჯვო. არა. ინტერნეტი თვითონ მიჭედავს. რაღაც ცუდი იქნება ხო? ჯამსკერს გამიკეთებს ხო? ხო. მაგრამ მეგობრებო დღეისთვის სულ ეს იყო. ეს არის ბოლო lucky block-ი, რასაც ამ მომენტში ხსნი. ხო და რა ვიცი, თუ კიდევ ვთქვი რამე დავაგდე, უცებ გავშიშო ვიდეოს თუ მართლა მეშინას თუ რაღაცებს ვაგდებ ხოლმე, აი ეს ბოლო დრო რა. ხო და რა ვიცი, თქვენთან იყო რაზოლევალი, ეხლა გაიხსნება ეს უმაგრესი secret lucky block-ი. და იმედია როგორც მე ვახასიათებ რომ უმაგრესი არის, ისე დახასიათებს ბრეინოტს